საღამომშვიდობის ეს არის კურიერი 6 საათზე ახალ ამბებს თამთა გაზაშვილი გაგაცნობთ. სტიქის ზონაში უკვე მუშაობენ თავდაცვის ძალები დასავლეთ საქართველოში დიდთოვლობის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად ჯარი პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით დღეს გაიგზავნა. ყველაზე რთული ვითარება გურიაში აქ თოვლის საფარმა მეტრ ნახევარს გადააჭარბა. რეგიონში გადაადგილება პრობლემაა განსაკუთრებით სოფლებთან დამაკავშირებელ გზებზე. მოსახლეობის ნაწილს არ მიეწოდება ელექტროენერგია და ბუნებრივი აირი. თოვლმა დააზიანა სახურავები. რა ვითარება გურიაში უახლეს ინფორმაციას კურიერის კორესპონდენტი ნესტან ჩაგალიშვილი გაგაცნობთ. ნესტან, როგორია ბოლო ცნობები? დიახ, თამთა, როგორც აღნიშნე, გურიის რეგიონში მოსახლეობის დახმარების პროცესში უკვე ჩაერთო თავდაცვის ძალები. სამუშაოებში მძიმე ტექნიკით და ცოცხალი ძალებით ჩართულია დასავლეთ საქართველოს სარდლობის ქვედანაყოფები. ამის შესახებ ბრძანება საქართველოს მთავრობის მეთაურმა გამოცა, რის შესაბამისადაც თავდაცვის ძალების წარმომადგენლები უკვე იმყოფებიან რეგიონში, სტიქიის იმ ზონებში, სადაც სტიქიამ და უხმა ნალექმა განსაკუთრებით პრობლემების შექმნა. ისინი ეხმარებიან და ცდილობენ დახმარება გაუწიონ იმ ადამიანებს, რომლებიც სტიქის ზონაში არიან დარჩენილი, მათ მიაწოდონ ნივთები და მედიკამენტები. როგორც ცნობილი ხდება, უკვე მაშველებმა სტიქის ზონიდან გამოიყვანეს ადამიანები, რომელთაც სამედიცინო დახმარება სჭირდებოდა და ასევე თავდაცვის ძალების წარმომადგენლების დახმარებით სტიქის ზონიდან გამოვიდა უკვე რამდენიმე ათეულობით ადამიანი, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვები და ისინი გადაყვანილი არიან უსაფრთხო ადგილზე. როგორც ახსნენეთ, რთული ვითარებაა რეგიონში, სადაც უკვე მეექვსე დღეა სტიქიას და სტიქიისგან გამოწვეულ პრობლემებს ებრძვიან. ამ ხნის განმავლობაში ინტენსიურად მიმდინარეობდა გაწმენდითი სამუშაოები, თუმცა მდგომარეობას არ რთულებს უწყვეტი ნალექი. უხვად მოსულმა თოვლმა პრობლემების შექმნა თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში. ჩაკეტილია სოფლებთან დამაკავშირებელი გზები, ასევე რამდენიმე ათეულობით საცხოვრებელი სახლის სახურავი დაზიანდა, მოგლეჯილია ხეები და როგორც აღნიშნეთ, სტიქის ზონიდან მოსახლეობის გამოყვანას გახდა საჭირო. პრობლემები რჩება ისევ კომუნიკაციების მხრივაც. ამ დრომდე აბონენტების დიდ ნაწილს არ მიეწოდება ელექტროენერგია და ბუნებრივი აირი და როგორც ცნობილი გახდა დღის განმავლობაში სტიქიას მსხვერპლიც ყავს რეგიონში და გარდაცვლილია ერთი ადამიანი. გურიის რეგიონში სტიქიის პირველივე დღიდან შექმნილია სპეციალური შტაბი. 24 საათიან უწყვეტ რეჟიმში მუშაობს ყველა შესაბამისი სამსახური. აქტიურ კომუნიკაციაზე ვართ ჩვენს მოქალაქეებთან, რათა მაქსიმალურად დროულად და ეფექტურად მოხდეს ყველა იმ საჭიროებაზე და ყველა შეტყობინებაზე რეაგირება. თუმცა სამწუხაროდ ჯერჯერობით გვაქვს ისეთი სოფლები, სადაც გადაადგილება შეუძლებელია. მობილიზებულია ტექნიკა, მიმდინარეობს გზების თოვლის საფარისგან გაწმენდითი სამუშაოები, ასევე 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ ენერგოპრო ჯორჯიას და სოკარის თანამშრომლები, რათა მაქსიმალურად მოკლე პერიოდში მოხდეს ელექტროენერგიის და გაზმომარაგების მიწოდების აღდგენა. ასევე როგორც საზოგადოებისთვის გახდა ცნობილი საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით უკვე სამაშველო ღონისძიებებში დღეიდან ჩაერთვება შეიარაღებული ძალები. დიახ, როგორც აღნიშნეთ, მეექვსე დღეა სტიქიას ებრძვიან რეგიონში. ამ ხნის განმავლობაში და ამ დრომდეც უწყვეტად მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები და სამაშველო სამუშაოებში და მოსახლეობის დახმარების პროცესში დღეიდან უკვე თავდაცვის ძალების წარმომადგენლებიც ჩაერთვებიან. მადლობა ჩვენ რეგიონის კორესპონდენტი ნესტან ჩაგალიშვილი საუბრობდა გურიიდან პირდაპირ ეთერში. გურიაში სტიქიას მსხვერპლი მოყვა შუახნის მამაკაცი გარდაიცვალა ოზურგეთის სოფელ კონჭკატში. არსებული ინფორმაციით ის მეზობელს ეხმარებოდა სახლის დათოვლილი სახურავის გაწმენდაში, რა დროსაც იყო ნგრევა და მას ბეტონის ფილა დაეცა. მოხდარის დეტალებს შესაბამისი ორგანოები სწავლობენ. 2005-ში მახსოვს, მერე 12-ში თუ 14-ში კიდე. მაგრამ ასეთი არა. ახლა რო თოვლია, ასეთ თოვლი არასოდეს არ ყოფილა. ძალიან ბევრი ზარალი კი გვაქვს, მაგრამ რა ვიცი, ყველაფერს ეშველება 2 დღის მეტი არ ყოფილა ასეთი დაძაბული სიტუაცია და სახშიც მარაგი გქონდა და დღეს ყველაფერი გაიწმინდა, აგერ და რა ვიცი, ავადაც ისედაც ძიმე სიტუაციები არა გვაქვს. დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები, დაზიანებული იყო გაზის კომუნიკაციაც, მაგრამ შესაბამისად სამუშაოები მუშაობს და გაზი 100% აღდგენილია და ელექტროენერგია ნაწილობრივ აღდგენილია. ეხლა მიმდინარეობს შიდაგზების სამუშაოები, რომ როგორმე ადამიანები დავაკავშიროთ ცენტრალურ გზას. სამი ტექნიკა ყო შემოყვანილი მუნიციპალიტეტის გვეხმარება ყველაფერში შეძლების დაგვარად და კი საკმარისია უბრალოდ დრო ყველას ეჩქარება, მაგრამ დროა თავარი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით სამშობლო სამუშაოებში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 600-მდე მეხანძრემაშველი დაათვალების სპეციალური ტექნიკაა ჩართული, მათ შორის თოვლის ბურანები. ოფიციალური ცნობით მეხანძრემაშველებმა აჭარისა და გურიის სხვადასხვა სოფლიდან უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს მოხუცები, ბავშვები და ის პირები, რომლებიც სამედიცინო დახმარებას საჭიროებდნენ. ასევე უსაფრთხო ადგილას გამოიყვანეს თოვლსა და ნამქერში ჩარჩენილი სატრანსპორტო საშუალებები. საპოლიციო უწყების ცნობითვე საპატრულო პოლიციის და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები მობილიზებული არიან როგორც ცენტრალურ მაგისტრალებზე, ასევე შიდა სახელმწიფოებრივ გზებზე. შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა შესაბამისი დანაყოფი აკრძალებს საგანგებო რეჟიმში მუშაობას სხვა შესაბამის უწყებებთან ერთად წერია განცხადებაში. ამ დროისთვის ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდება დასავლეთ საქართველოს აბონენტების დაახლოებით 8%-ს, განსაკუთრებით რთული ვითარება გურიაში, სადაც დაახლოებით 28%, ანუ 16,000 აბონენტი ელექტროენერგიის გარეშეა. განახლებულ ინფორმაციას ენერგოპრო ჯორჯია აქვეყნებს. კომპანიის ცნობით, თითქმის მთელი საქართველოდან ჩასული ელექტრიკოსები გურიასა და აჭარაში საგანგებო ვითარებაში მუშაობენ. ამავე ინფორმაციის თანახმად, ადგილობრივ და დამატებით ტექნიკურ ბრიგადებს ხშირ შემთხვევაში ფეხით უწევთ დაზიანების ადგილამდე მისვლა, რადგან დიდ თოვლობის გამო სპეციალური ტექნიკა უჭირს გადაადგილება. კომპანიის ცნობით ზოგ შემთხვევაში ფეხით გადაადგილებაც გართულებულია. ჩამოსული არიან რეგიონები და დამხმარე ბრიგადები. ენერგოპრო მაქსიმუმს აკეთებს იმისთვის, რომ ყველა აბონენტამდე მივიყვანოთ ელექტროენერგია. დაზიანების ადგილებამდე ჭირს მისვლა, იმიტომ რომ ფაქტიურად ზოგიერთ ადგილებში თოვლის საფარი აღწევს მეტრო-ნახევარს, იქ ფეხით გადაადგილება უკვე შეუძლებელია. ვცდილობთ მაქსიმუმს, რომ ფეხით მივიდეთ, მაგრამ დიდ მონაკვეთში ფიზიკურად შეუძლებელია მისვლა. დიდი თოვლიანობა არის საქართველოს ყველა სერვისცენტრიდან არის დამხმარე ბრიგადები ჩამოსული უკვე 5 დღე არის და მიდის ინტენსიური მუშაობა. ვერ ვახერხებთ ყველგან შესვლას თოვლის გამო, სადაც ტექნიკით ვახერხებთ შესვლას, ტექნიკით შევდივართ, სადაც ტექნიკით ვერ ვახერხებთ, ფეხით შევდივართ და ვაკეთებთ მაქსიმუმს. სტიქიას ებრძვენ აჭარაშიც ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუცუბანში 50 წლამდე მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს. ქობულეთის მერიაში აცხადებენ, რომ შუახნის მამაკაცი ეზოში მეზობელმა თოლში გაყინული იპოვა. მათი მეცნობით ფაქტის შესახებ ინფორმირებულია ყველა შესაბამისი უწყება. დიდთოვლობაა ბათუმში, სადაც სასწავლო პროცესი ისევ შეჩერებულია, წმინდება გზები და ზღვაში გასასვლელი არხები. ინტენსიურად თოვს მაღალმთიან აჭარაში. ხულოში თოვლის საფარმა 1.5 მეტრს გადააჭარბა. შეიქმნა საგანგებო სიტუაციების მართვის შტაბი. აქტიურად მიმდინარეობს თოვლის საფარისგან გაწმენდილი სამუშაოები. ამ ეტაპისთვის აქტიურად გაწმენდილია დაბა ხულოში სტრატეგიული ობიექტებთან მისასვლელი გზები. ასევე მიმდინარეობს ადმინისტრაციულ ერთეულებთან საავტომობილო გზებზე თოვლის საფარისგან გაწმენდილი სამუშაოები. 24 საათიან რეჟიმში აგრძელებს მუშაობას მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილი საგანგებო შტაბი, რათა დროულად აღმოფხვრილ იქნას დიდთოვლების შედეგად გამოწვეული პრობლემები. დიდთოვლების შედეგად გარკვეული შეფერხებები იყო ელექტროენერგიის მიწოდების კუთხით, თუმცა პროჯორჯიას აქტიური მუშაობით აღმოფხვრილ იქნა და სულად მიეწოდება მუნიციპალიტეტის ყველა აბონენტს ელექტროენერგია. მე-6 დღეა ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს ჭარბი ნალექის თოვლის საფარისგან გზების გაწმენდილი სამუშაოები. ამავდროულად გუშინ დაზიანდა თამარის გზატკეცილზე მაგისტრალური წყალსადენის 1000-იანი მილი. ამ ეტაპისათვის მიმდინარეობს მილის შეკეთების სამუშაოები. დაახლოებით 10,000-მდე აბონენტს დღის სხვადასხვა მონაკვეთში შეეზღუდება წყალმომარაგება, მაგრამ დღის ბოლომდე აღდგენითი სამუშაოები იქნება დასრულებული. ასევე რიგი გამოწვევები არის ენერგომიმართულებით. მწვანე კოთხის ადმინისტრაციულ ერთეულში დაახლოებით 150-მდე აბონენტი ამ ეტაპისათვის აბონენტს არ მიეწოდება შუქი. მომდევნო საათების განმავლობაში ჩვენ შემცირებული მობილობა გვაძლევს იმის საშუალებას, რომ აღვადგინოთ სატრანსპორტო მიმოსვლა და ცენტრალურ მაგისტრალებზე გაწმენდილი იქნას როგორც ძირითადი ქუჩები, საკვანძო ქუჩები, ასევე პარალელური და მეორეხარისხოვანი ქუჩები. სტიქის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს იმერეთშიც. თოვლია ყველა მუნიციპალიტეტში ინტენსიური თოვის გამო სკოლების და ბაღების ნაწილში სასწავლო პროცესი შეწყდა. მხარისი ადმინისტრაციის ინფორმაციით, გაწმენდით სამუშაოებში 1000 მეტი ერთეული ტექნიკაა ჩართული, მაგისტრალებზე ყრიან მარილს, სიწმინდებაში და სასოფლო გზები. ოფიციალური ინფორმაციით, ელექტროენერგია არ მიეწოდება აბონენტების მცირე ნაწილს. მიმდინარეობს სამუშაოები ელექტრომომარაგების აღსადგენად.
ნალექი თოვლის სახით ფიქსირდება იმერეთის ყველა მუნიციპალიტეტში. ამ ეტაპზე 109 ერთეული ტექნიკით მიმდინარეობს გზების წმენდა, ასევე იწმინდება საფეხმავლო ბილიკები. სწავლა შეჩერებულია მუნიციპალიტეტის უმეტეს სკოლებსა და ბაღებში. დიდთოვლობის გამო ჩაკეტილია 42 სოფელი. ჩვენ მაქსიმუმს გავაკეთებთ, რომ ეს რიცხვი შემცირდეს. ელექტროენერგია არ მიეწოდება ამჟამად 29000 აბონენტს. ამ მიმართულებით მუშაობს შესაბამისი ჯგუფები, რათა დროულად აღდგეს მიწოდება. ორი დღეა გადაუღებლად თოვოს ქალაქში, შესაბამის სამსახურები, შესაბამისი ტექნიკით გამოსულები არიან და ინტენსიურად მიმდინარეობს ქუჩების გაწმენდა. ამ დროისათვის რაიმე პრობლემატური ქუჩა ქალაქში არ აქვს. მინდა ვისარგებლო შემთხვევიდან მადლობა გადაუხადო თითოეულ თანამშრომლებს, რომელიც 48 საათის განმავლობაში შეუსვენებლად მუშაობს იმისათვის, რომ ქალაქში გადაადგილება იყოს ჩვენი მოქალაქეებისათვის უსაფრთხო. სტიქიასთან დაკავშირებით სრულ ინფორმაციები ვრცელდება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის განცხადებით. მამუკა მდინარაძემ დიდ თოვლობით გამოწვეულ პრობლემებზე ისაუბრა, თქვა, რომ რჩება რამდენიმე სოფელი, სადაც მიახლოებას ახლაც ცდილობენ მაღალი გამავლობის ტექნიკით. მისი თქმით, სტიქია მასშტაბურია და სახელმწიფო მაქსიმუმს აკეთებს. მდგომარეობა არის ძალიან ძიმე, იმდენად მასშტაბურია სტიქია, თუმცა სახელმწიფო შესაძლებლობის ზღვარს მიღმა აკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ თითოეულ ადამიანთან და თითოეულ ოჯახთან მივიდეს და რაღაცნაირად შეუმსუბუქოს მას სტიქიისგან გამოწვეული პრობლემები. მაქსიმალური კეთდება ჩართულია ყველა საქალაქო სამსახური დასავლეთ საქართველოში პრაქტიკულად სახელმწიფო დაწესებულებებში ადამიანი არ არის, ყველა გასულია სოფლებში, ქალაქებში ეხმარებიან მოსახლეობას. ასევე ჩართულია უკვე პრემიერ-მინისტრმა ნახეთ, რომ ბრძანება გამოსცა თავდაცვის ძალები, ისინი მათი დიდი ნაწილი უკვე ადგილზეა, ნაწილი მიემართება და თითოეულ ოჯახში შედიან, სადაც კი შესაძლებლობა ამის. არის ადგილები ძალიან სამწუხაროდ, სადაც მძიმე ტექნიკასაც კი, ყველაზე მაღალი გამავლობის ტექნიკასაც კი უჭირს მიახლოება. ჩვენ გვაქვს რამდენიმე სოფელი და რამდენიმე ოჯახი, საიდანაც არის რაღაცა პრობლემები და საგანგაშო სიგნალები და ამ წუთამდე დეტალურად ვიცით სახელები და გვარებით ამ წუთამდე ცდილობენ მიუახლოვდნენ მძიმე ტექნიკით, მაღალი გამავლობის ტექნიკით და ეს პრაქტიკულად შეუძლებელია, თუმცა ხდება ქსების გაკვალვა. იმდენად დიდი თოვლია, წარმოიდგინეთ, რომ ადგილებში გახდა თოვლის სხვაგან გადატანის საჭიროება დადგა. რომ უბრალოდ მძიმე ტექნიკა მუშაობდა, თოვლის სად წაეღოთ ის კი აღარ იცოდი, იმიტომ რომ პრაქტიკულად თოვლის ეს გადანახვეტი თოვლი სახლების მიმართულებით იყო უკვე და იყო სერიოზული პრობლემები ამ მიმართულებით, თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ სახელმწიფო აკეთებს ყველაფერს, რომ თითოეულ ოჯახში შევიდეს, თითოეულ ოჯახთან მივიდეს და მას ეს დიდი პრობლემები შეუმსუბუქოს. ძალიან ცუდია ისიც, რომ არ წყდება სპეკულაციები. ჩვენ გუშინ დაგვეყობა ერთი ადამიანი, რომლის გარდაცვალებაც უშუალოდ სტიქიასთან იყო დაკავშირებული, თუმცა არაერთ ადამიანთან დაკავშირებით ვრცელდება სრულ ინფორმაცია, რომ სტიქიით იყო გამოწვეული. ერთი საოცრება შემიძლია გითხრათ აქვე, სოფელ ნინოშულში, ლანჩხუთში გარდაიცვალა 106 წლის ქალბატონი. და ამაზე წერდნენ, რომ რაღაც ექსტრემალური სიტუაცია იყო და ვერ მიუსწრეს და გარდაიცვალა სტიქიის გამო და წარმოიდგინა 106 წლის ქალბატონის გარდაცვალებასაც აწერდნენ სტიქიას და ეხლა ამ ხალხს კიდე ზემოდან დაპანიკება უნდა ცოტა ხანი მაინც გაჩერდნენ იმისათვის, რომ ზედმეტი პანიკა არ შექმნას. პოლიტიკურ манипуляციებზე წერს პარლამენტის თავმჯდომარეც, ის მადლობას უხდის ყველა უწყებას და ამბობს, რომ ოპოზიციური მედია ცდილობს დაზარალებული მოსახლეობის ემოციებზე თამაშს, ყველას მოუწოდებ გვერდზე გადავდოთ სტიქიური უბედურების პოლიტიზების მცდელობა და ძალისხმევა დაზარალებული მოსახლეობის თანაგრძნობისა და გამხნევებისკენ მიუმართოთ, წერს შალო პაპუაშვილი და აქვე აქვეყნებს დღეს სტიქიასთან დაკავშირებით გაკეთებულ კომენტარს, რომელიც მისივე თქმით манипуляციურად არის დამონტაჟებული. რაც შეეხება სტიქიას, ხედავთ, რომ არის ძალიან მძიმე ვითარება ამინდის ხვი, მათ შორის პროგნოზიც არის, რომ ორი დღე თუ არ ვცდები ჯერ იქნება კვლავ თოვა. სახელმწიფო სულად მობილიზებულია იმისთვის, რომ უპირველეს ყოვლისა სხვადასხვა დასახლებულ პუნქტებთან გზები, მისასვლელი გზები იყოს გაწმენდილი, რომ კომუნიკაცია შედგეს და ასევე მოსახლეობას ჰქონდეს ყველა პირველი საჭიროების ნივთები და ასე შემდეგ.
იუნკერთა მემორიალთან 3 წლის წინ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას პრემიერ-მინისტრმა ისტორიული გადაწყვეტილება უწოდა. ირაკლი კობახიძის თქმით, მაშინ იყო მცდელობა საქართველოში მოხდარიყო ესკალაცია. ცნობისთვის 2022 წლის 25 თებერვალს ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ თბილისი არ შეუერთდებოდა რუსეთზე უკრაინაში შეჭრის გამო დაწესებულ საერთაშორისო სანქციებს. ჩვენ ყველას გვახსოვს ირაკლი ღარიბაშვილის 3 წლის წინანდელი განცხადება. ეს იყო, მე ვიტყოდი, ისტორიული გადაწყვეტილება და განცხადება, რომელიც გაახმოვანა ბატონმა ირაკლი ღარიბაშვილმა. მაშინ იყო პირდაპირ მცდელობა იმისა, რომ საქართველოში მოხდარიყო ესკალაცია, საქართველო ჩაერთოდ სამხედრო კონფლიქტში, რომელიც დაიწყო უკრაინაში და ჩვენმა გადაწყვეტილებებმა შეასრულა გადამწყვეტი როლი იმაში, რომ საქართველო არ აღმოჩნდა მეორე ფრონტი. მათ შორის პრინციპული იყო გადაწყვეტილება, რომელიც უკავშირდებოდა სანქციების არ დაწესებას. ეს ნიშნავდა ერთი მხრივ ესკალაციას, რაც უნდოდა ჩვენი ქვეყნის არაგეთილ მოსურნეებს. მეორე მხრივ ეს ნიშნავდა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის ჩამოშლას. რა თქმა უნდა, ამ ნაბიჯს ჩვენ ვერ გადავდგავდით და კიდევ ერთხელ გავიმერებ, რომ მაშინ იქნა პრინციპული გადაწყვეტილება მიღებული, რომელიც გაახმოვანა ირაკლი ღარიბაშვილმა და მის შემდეგ ჩვენ შევძელით ჩვენი მტკიცე პოზიციის შენარჩუნება, რომელიც უკავშირდებოდა საქართველოში მშვიდობის გამტკიცებას. სანქციების არ დაწესებაზე ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება ქართული ეთნობის სხვა ლიდერებმაც გაიხსენეს. დღეს მართულ გუნდში აცხადება, რომ 3 წლის წინ არჩეული პოლიტიკა იყო სწორი და რომ არა მაშინდელი პოზიცია ქვეყანაში იქნებოდა მეორე ფრონტი. ამ შეფასებებს არ იზიარებს ოპოზიცია. ხელისუფლების ოპონენტების განცხადებით, ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი ითვალისწინებდა დასავლური მიდგომების გაზიარებას და სწორედ ამით იყო განპირობებული მასში კრიტიკა ხელისუფლების მისამართით. ზუსტად 3 წლის წინ ამ ადგილას 25 თებერვალს 2022 წლის საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა იმაზე, თუ რა იქნებოდა საქართველოს პოლიტიკა. 104 წლის წინ ამ ადგილზე დასრულდა საქართველოს დამოუკიდებლობა, 3 წლის წინ ამ ადგილზე გადარჩა საქართველოს დამოუკიდებლობა. გავიდა 3 წელი და ახლა ყველა ხვდება, თუ რამდენად სწორი იყო საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა, ყველა ხვდება, რომ მაშინაც ყავდნენ ორჯონიკი ძეები 3 წლის წინ ზუსტად ამ დღეებში, რომლებიც საქართველოს ხელისუფლებისგან მოითხოვდნენ ესკალაციას, სანქციების დაწესებას, ცის ჩაკეტვას, საზღვრების ჩაკეტას, რაც იყო პირდაპირ გზა ესკალაციისკენ და ახალი ომისკენ, რომ არა ხელისუფლების მაშინდელი სწორი პოზიცია ჩვენთანაც ომი განმეორდებოდა და გვექნებოდა მეორე უკრაინა. რუსეთისთვის სანქციების დრო მაშინ როცა ვთქვით ვარი, იმ დროს სანქციები არც იყო დაწესებული, ასე რომ ეს იყო მხოლოდ პოლიტიკური პოზიცია, რომ რუსეთისთვის გვეთქვა, რომ თქვენ მხარეს ვართ. ეს იყო სკანდალი, რომ აქ მოსული შენ თქვა, რომ სანქციებს არ შეუერთდები, როცა არც იცი რა სანქციები და რისთვის სანქციები. ხალისები იმას ქვია, ვინც თავისით მიდის. მე მინდა თავისით ვინც წავიდა, ის წავიდა და ეს არ იყო ომში ჩართვა. და ომი მოდის მხოლოდ ერთი ქვეყნიდან და ეს დღეს აქ რო ვდგევართ, უნდა ვიცოდეთ. ის ქვეყანა, რომელიც ომს იწყებს, თავისი ყველა მეზობლის წინააღმდეგ არის ერთი და ერთადერთი. თავარი რაც იყო იმ დროს რაც იყო მოთხოვნა, ეს იყო ევროკავშირის მოთხოვნა, მათ შორის რომ როცა ხარ კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყანა, შენ გაქვს ვალდებულება და მანამდე როცა ხარ ევროპული ინტეგრაციის პროცესში, შენი პოლიტიკა იყოს თანხვედრაში ევროკავშირის პოლიტიკასთან, ამიტომ როცა ევროკავშირის სანქციებს აწესებს, ამ სანქციებთან დაკავშირებით გვერდის ავლაში არ უნდა გამოიყენებოდეს შენი ტერიტორია, ამაზე იყო აქცენტი გაკეთებული ყოველთვის. მრცხვენია ქართველობის და მსგავსი გამოხმაურებები ასეთი ტრენდი დაალაგეს მაშინ და დღევანდელი გადასახედიდან 3 წელი ისტორიაში ხო ძალიან ცოტა დროა. უკვე ძალიან ახლო მომავალში დადასტურდა რომ ღარიბაშვილის ის სიტყვები ბიძინა ივანიშვილის დამოკიდებულება, გათვლები, პოლიტიკური სვლები და პოლიტიკური გუნდის მმართველი პოლიტიკური გუნდის გათვლები და სვლები იყო აბსოლუტურად სწორი და ერთადერთი უალტერნატივო გზა, რომელიც საქართველოს გადარჩენას ემსახურებოდა. არა მხოლოდ გადარჩენა მოახერხეთ, გადარჩენის პარალელურად, ფიზიკური გადარჩენის პარალელურად მოახერხეთ მაგალითად ეკონომიკური წინსვლა ისეთი, რომ ევროპაში ვართ პირველ ადგილზე. დღეს ყველა წინადადებაში ამერიკის შეერთებული შტატებიდან განსაკუთრებით ჩანს რამდენად უალტერნატივოდ
და უდავოდ მართლები ვიყავით 3 წლის წინაც და დღესაც მართლები ვართ. როცა ჩვენი მთავარი გზავნილი ჩვენი საზოგადოების და მთელი მსოფლიოსთვის იყო მშვიდობა, ამაში ვიყავით პირველი. როცა ამაზე ვლაპარაკობდით, მაშინ არავინ არ ლაპარაკობდა, ყველაზე მკაფი ოპოზიციის გახმოვანება გავბედეთ და აღმოჩნდით, რომ ვიყავით მართლები. ქართული ოცნება ევროკავშირის ელჩი კიდევ ერთხელ აკრიტიკებს პავლ ჰერჩესკიმ საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სანქციებზე დასმული კითხვის პასუხად განაცხადა, რომ არიან მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობაზე პასუხისმგებელი პირები და წევრი სახელმწიფოები მათ სახელებს განიხილავენ, თუმცა სანქციების დაწესება ევროკავშირში ერთსულოვნებას მოითხოვს და სამწუხაროა, რომ ერთსულოვნება არ არსებობს. შალო პაპუაშვილმა ამ კომენტარის შეფასებისას თქვა, რომ ელჩი ევროკავშირის პროკურორად არ დაუნიშნავს და უმჯობესია მან საკუთარი ფუნქცია შეასრულოს. დიპლომატის შეფასებას იზიარებს ოპოზიცია. გამოუგნებელი არის ბატონი ჰერჩინსკის ეს განცხადებები. მე ვურჩევდი, რომ ვენის კონვენცია კიდევ ერთხელ გადაიკითხოს, მის ის არც პროკურორად დაუნიშნავს აქვს ევროკავშირს და არც აგრემანი არ მიგვიწია ჩვენ მისთვის როგორც პროკურორისთვის საქართველოში. ყველაფერთან ერთად ეს ეწინააღმდეგება კანონის უზენაესობის პრინციპებს. წარმოუდგენელია, რომ ადამიანი თავის თავზე იღებს ერთი, რომ თქვას რა სად იყო ასე თქვა ძალადობა, მეორე თქვას ვინ ჩაიდინა ძალადობა და მესამე სანქციების გამოუწეროს ამ ადამიანებს. არ ვიცი ესეთი პრეტენზია თუ აქვს, რომ ერთ თავში იყოს თავმოყრილი მასში პროკურორის, ადვოკატის, ბრალდებელიც, მოსამართლეც და მე შემდეგ უკვე სასჯელის აღსრულებაც მის ხელში იყოს. მე მგონი აცდენილი არის იმას თუ რას ნიშნავს ელჩობა სხვა ქვეყანაში. ამიტომ კიდევ ერთხელ მე ნაცვლად აი ამ პოზიციისა კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, რომ სწორედ ბრიუსელიდან დაფინანსებული ადამიანები ჩართული არიან ძალადობაში. რატომ არ გვეუბნებიან დღემდე, რატომ გვიმალავს მათ შორის ევროკავშირის ელჩი, რაში იხარჯება ევროპის დემოკრატიის ფონდის პული. საკითხი კიდე რაც არის ელჩთან დაკავშირებით, საუბრობსო ჩვენო ახლა უნდა ვინ დავსაჯოთო იმას ვიძიებთო და მე ვერ ხვდები უბრალოდ ბატონი ჰერჩინსკი ვის წარმოადგენს. წარმოადგენს ევროკავშირის რომელიმე კონკრეტულ ქვეყანას, რომლებიც განსაკუთრებით აგრესიით გამორჩევიან ქართველი ხალხის მიმართ, არ წარმოადგენს ის უნგრეთს, არ წარმოადგენს ის სლოვაკეთს. ანუ რა გადაწყვეტილებებს მიღებული არ არის, რატომ აძლევს თავისუფლება, რომ ისაუბროს აქ ვიღაცის დასჯაზე მუშაობს. მე მგონი ის აქ გამომძიებლად არავის არ მოულენია. ის ევროკავშირის ელჩი საქართველოში გმობს ძალადობას, მე მგონი ეს ნორმალურია. ის რომ დღეს ევროკავშირში არ არის კონსენსუსი, რომლითაც ყისიერად უნდა დასანქცირდნენ ქართული ოცნების მაღალჩინოსნები, ეს შეიძლება პრობლემად განვიხილოთ. რაც შეეხება ევროკავშირის ელჩს, როდესაც საუბრობთ ჩვენ მშვიდობიან პოლიტიკაზე, საქართველოს მშვიდობიანი პოლიტიკისთვის მნიშვნელოვანია, რომ არ დაჩერდეთ მარტო და არ იყოთ მარტო მით უფრო ოკუპირებული ქვეყანა, მით უმეტეს იმ პირობებში, რაც ხდება რეგიონში. როდესაც ევროკავშირს წარმოადგენ კონკრეტულ ქვეყანაში, თან ევროკავშირის ევროპის კანდიდატ ქვეყანაში, შენ უნდა იზრუნო ბუნებრივია ევროკავშირისა და შესაბამის ქვეყნის დაახლოებაზე. როდესაც ამის საპირისპირო ნაბიჯებს გავ, ეს არის რა თქმა უნდა კონტრპროდუქტიული და ეს არის ძალიან სამწუხარო მოვლენა. პირადად მე შემიძლია პატივისცემა გამოვხატო ბატონი ჰერჩინსკის მიმართ, თუმცა ის პირდაპირ მოქმედებს deep state-ის დავალებების ქვეშ, აქედან გამომდინარე მისი მდგომარეობა არ არის იოლი. არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ბატონმა ჰერჩინსკიმ პირდაპირ მოუწოდა ამორჩეველს მაქსიმალური მობილიზებისკენ და ქართული ოცნების საწინააღმდეგოდ ხმის მიცემისკენ. მან თქვა პირდაპირ, რომ არსებული ხელისუფლების პირობებში იყო შეჩერებული ევროინტეგრაცია და იმისათვის, რომ პროცესები სხვანაირად წარმართულიყო, საჭირო იყო ამორჩევლის მაქსიმალური მობილიზება. ეს იყო პირდაპირ მოწოდება იმისკენ, რომ გამოსულიყვნენ ამორჩევლები და ხმა მიეცათ ქართული ოცნების საწინააღმდეგოდ და რადიკალური ოპოზიციის სასარგებლოდ. არა, ეს იყო საარჩევნო მოწოდება. მოგვიანებით ბატონმა ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ ევროკავშირს კი არ შეუჩერებია თურმე მანამდე ევროინტეგრაცია, არამედ შეუჩერებია ქართულ ოცნებას. ნუ თვითონ მე აიხლართა საკუთარ ტყუილებში და ეს ტყუილები ემსახურებოდა ერთადერთ რამეს, ის იყო ჩართული საარჩევნო აგიტაციაში კოლექტიური ნაცმოძრაობის სასარგებლოდ. რა თქმა უნდა, ქართული საზოგადოებისთვის მიუღებელია ევროკავშირის ელჩის ნებისმიერი განცხადება, რომელიც ემსახურება ხელისუფლებაში კოლექტიური ნაცმოძრაობის დაბრუნებას.
ტრამპის ძალისხმევის მნიშვნელოვანი გამარჯვება ამ განცხადებით ეხმიანება საქართველოში ამერიკის საელჩო გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია. შეერთებულმა შტატებმა დღეს გაეროს შესთავაზა მარტივი ისტორიული რეზოლუცია, რომელიც ადასტურებს იმას, რაზეც ყველა თანხმდება, რომ კონფლიქტის საშინელება გაერო უნდა გაერთიანდეს მის დასასრულებლად და აჩვენეს, რომ მშვიდობა შესაძლებელია. შტატების რეზოლუციის მიღება გაეროს უშიშროების საბჭოში ამერიკის დიპლომატიისა და პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ძალისხმევის მნიშვნელოვანი გამარჯვება რუსეთ-უკრაინის ომის დასასრულებლად. ეს ისტორიული გადაწყვეტილება ქმნის პირობებს მშვიდობის დამყარების და სისხლის ზღვრის შეწყვეტისთვის წერია საელჩოს ტექსტში. გაეროს უშიშროების საბჭომ გუშინ მიიღო შტატების მიერ შემუშავებული რეზოლუცია უკრაინაში რუსეთის შეჭრის მესამე წლისთავთან დაკავშირებით. ტექსტი შეიცავს მოწოდებას ომის სწრაფად დასრულებისკენ, თუმცა რუსეთი აგრესორად არ არის მოხსენიებული. უკრაინაში ომის 3 წლისთავთან დაკავშირებით გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 2 რეზოლუცია მიიღო. უკრაინულ ვერსიას, რომელიც მკაცრად გმობს რუსულ აგრესიას, მხარი დაუჭირა 93-მა ქვეყანამ. წინააღმდეგი იყო 18, თავი შეიკავა 65-მა. კიევის რეზოლუციას, რომლის თანასპონსორიც ევროკავშირი იყო, მხარი არ დაუჭირა ამერიკამ. საქართველოს კენჭისყრაში არ მონაწილეობდა. როგორც უკვე აღნიშნა გენერალურმა ასამბლეამ, კენჭი უყარა ამერიკულ რეზოლუციასაც, შტატების ავტორობით წარდგენილ ტექსტს მხარი დაუჭირა 93-მა ქვეყანამ. უკრაინამ ხმის მიცემისგან თავი ასევე თავი შეიკავა საქართველომ. დოკუმენტში ომი მოხსენიებულია როგორც კონფლიქტი. ამ რეზოლუციას არ აქვს სავალდებულო ხასიათი, თუმცა ეს არის გაეროს ყველაზე გავლენიანი ორგანოს მიერ სრულმასშტაბიანი ომის შესახებ მიღებული პირველი ერთობლივი გადაწყვეტილება. მთელ ამ პროცესში საქართველოს პოზიციაზე დღეს კითხვა დაუსვეს პრემიერ-მინისტრს. ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მთავრობა მხარს უჭერს ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლების სამშვიდობო გეგმას. Not backwards. Сегодня мы с вами являемся свидетелями. ჩვენ ამ 3 წლის განმავლობაში შევერთით 600-ზე მეტ დოკუმენტს, მათ შორის რეზოლუციებს, სხვადასხვა ტიპის საერთაშორისო ფორმატში მიღებულ დოკუმენტებს, რომელიც გმობდა რუსეთის სამხედრო აგრესიას უკრაინაში, რომელიც ხარს უჭერდა უკრაინის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას და ჩვენი პოზიცია ამასთან დაკავშირებით რჩება ურყევი. ჩვენ შევერთით ამერიკის შეერთებული შტატების მიერ მომზადებულ რეზოლუციას, რომელიც არის ასევე მხარდამჭერი უკრაინის მიმართ. ჩვენ მხარი დაუჭერეთ კონკრეტულად ამერიკულ რეზოლუციას, რომელიც არის მომზადებული Deep State-ის ყოველგვარი ჩარევის გარეშე. ჩვენ მხარს უჭერთ ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლების სამშვიდობო გეგმას და იმედი გვაქვს, რომ ეს გეგმა იქნება წარმატებული ძალიან მალე. ჩვენთვის მნიშვნელოვანია შევერთეთ იმ სუბიექტის რეზოლუციას, რომელიც არის მშვიდობისკენ მომართული და არა ომის გახანგრძლივებისკენ. საქართველოს გახლავთ თანასპონსორი იმ რეზოლუციის, რომელიც მიღებული იქნა უკრაინის ინიციატივით გაეროს გენერალურ ასამბლეაზე. ჩვენ ძალიან მტკიცედ ვუჭერთ მხარს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს და მოუკიდებლობას. ეს არის ის პრინციპები, რომელიც ჩვენთვის არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი და რა თქმა უნდა ჩვენ ასევე ხმამაღლა ვაცხადებთ, რომ მნიშვნელოვანია დაიწყოს ძიება მშვიდობიანი გადაწყვეტის ამ კონფლიქტის. მნიშვნელოვანია დაიწყოს მუშაობა მშვიდობისთვის და აქედან გამომდინარე იმ ინიციატივას, რომელიც მოდის დღეს ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან და უკავშირდება მშვიდობისკენ გადადგმულ ნაბიჯებს, რა თქმა უნდა საქართველოს უჭერს მხარს და ესეც ასახული იყო გუშინ ჩვენს გადაწყვეტილებებში, რომელიც გაჟღერდა და დაფიქსირდა გაეროს ფარგლებში. შვიცრაძე დაინიშნა გიორგი ბაჩაშვილის სასამართლოს ხდომა იმსჯელებენ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე. საქმე ეხება ახალ ბრალდებას, რომელიც მტკვარი ჰეს უკავშირდება. თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელს ედავებიან სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად შესრულებას, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია. გამოძიების ინფორმაციით გიორგი ბაჩაშვილი, როგორც თანაინვესტირების ფონდის გენერალური დირექტორი, სრულად იყო პასუხისმგებელი GSF ლუქსემბურგის საინვესტიციო პროექტების და აქტივების სწორად და ეფექტურად მართვაზე. ის კი არაჯეროვნად ასრულებდა მისდამი დაკისრებულ მოვალეობას და მან არ მიიღო აუცილებელი ზომები იდენტიფიცირებული რისკების თუ საფრთხების აღმოსაფრთხებლად, რაც ჰესის მშენებლობის პროცესს უკავშირდებოდა. წერია პროკურატურის განცხადებაში. გიორგი ბაჩაშვილი პროკურატურაში ბრალის წარსადგენად დილით დაიბარეს, ის უწყებაში ადვოკატთან ერთად იმყოფებოდა, თავად ბრალდებას ფაბრიკაციას უწოდებს.
2014 წლის ნოემბერში თანაინვესტირების ფონდმა კომპანია GCF ლუქსემბურგთან წერილობითი შეთანხმება გააფორმა, რომლითაც კომპანიის მიერ საქართველოში განხორციელებული ინვესტიციების, ასევე არსებული აქტივების სწორად და ეფექტურად მართვაზე პასუხისმგებლობა აიღო. იმავე წელს კომპანია GCF ლუქსემბურგმა გიორგი ბაჩიაშვილის ინიციატივით შპს მტკვარი ჰესის წილი შეიძინა, რომელიც ახალციხეში მდინარე მტკვარზე ასაშენებელ ჰესის პროექტს ფლობდა. თავდაპირველი გათვლებით მტკვარი ჰესი მომგებიან საინვესტიციო პროექტს წარმოადგენდა, რომლის აშენების ღირებულება დაახლოებით 140 მილიონ ამერიკულ დოლარს შეადგენდა და ჰესი ექსპლუატაციაში 2019 წელს უნდა შესულიყო. მტკვარი ჰესის პროექტის შეძენამდე თანაინვესტირების ფონდის დაკვეთით ჰესის პროექტის ექსპერტიზა და შესაბამისი კვლევები ჩატარდა, რის შედეგადაც არაერთი მნიშვნელოვანი, ასევე არსებითი ხასიათის რისკი და საფრთხეები გამოვლინდა. გამოვლენილი რისკები სავალდებულოდ უნდა გათვალისწინებულიყო როგორც ჰესის მშენებლობის დაწყებისას, ასევე მიმდინარეობის პროცესში. მიუხედავად იმისა, რომ გიორგი ბაჩიაშვილი როგორც თანაინვესტირების ფონდის გენერალური დირექტორი სრულად იყო პასუხისმგებელი GCF ლუქსემბურგის საინვესტიციო პროექტების და აქტივების სწორად და ეფექტურად მართვაზე, იგი არაჯეროვნად ასრულებდა მისადმი დაკისრებულ მოვალეობას და არც ჰესის მშენებლობის დაწყებისას და არც შემდეგ პერიოდში არ მიიღო შესაბამისი და აუცილებელი ზომები იდენტიფიცირებული რისკების თუ საფრთხეების აღმოსაფხვრელად, რაც ჰესის მშენებლობის პროცესს უკავშირდებოდა. შედეგად მტკვარი ჰესის საინვესტიციო მოცულობა და ექსპლუატაციაში შესვლის პერიოდი შეუსაბამოდ გაიზარდა, რაც ნეგატიურად აისახა პროექტის მომგებიანობაზე და მისი საინვესტიციო ღირებულება დაახლოებით 100 მილიონი ამერიკული დოლარიდან 240 მილიონ ამერიკულ დოლარამდე გაიზარდა. საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ მიუხედავად კოლოსალური დანახარჯებისა, ჰესი ექსპლუატაციაში დღემდე არ შესულა. შედეგად კი არსებითად დაზიანდა ინვესტორის კანონიერი ინტერესები. ბრალის მიხედვით ჯერჯერობით არ არის ბრალში არ წერია ზუსტად რა რისკებზე და რომელ გულგრილობაზე არის საუბარი, თუმცა წინასწარ მინდა განვაცხადო, რომ მთელი თანაინვესტირების ფონდის გუნდი იყო ძალიან პროფესიონალური და ყველა ძალიან ზედმიწევნით ასრულებდა თავის უფლება-მოვალეობას, მათ შორის მეც. ყველა გადაწყვეტილება ფონდის ყველა გადაწყვეტილება ხდებოდა საკომიტეტო წესით. ამ კომიტეტში მონაწილეობდნენ როგორც მმართველი დირექტორები, ასევე სხვა რისკის ოფიცრები და ამ შემთხვევაში ეს კიდევ ერთი ფაბრიკაცია არის. ყველა თუ კი რამე გადახარჯვა და ბიუჯეტის ზრდა იყო ობიექტური, ეს იყო შემოწმებული რამოდენიმე ტექნიკური ექსპერტის და ინჟინრის მიერ და არანაირი გულგრილობა ვერ გამოისახებოდა. გიორგი ბაჩიაშვილისთვის ახალი ბრალდების წარდგენაზე კითხვა დაუსვეს პრემიერ-მინისტრს ირაკლი კობახიძემ, ყველას მოუწოდა დაელოდონ სასამართლოს გადაწყვეტილებას და თავი შეიკავონ პოლიტიკური განცხადებებისგან. ყველა უნდა დაელოდოს სასამართლოს გადაწყვეტილებას, ყველამ პატივი უნდა სცეს ქართულ სასამართლოს, ყველას ძალიან კარგად მოიხსენება, რომ როდესაც სტრასბურგში მიდის ხოლმე ქართული სასამართლოს გადაწყვეტილებები გადასამოწმებლად, ყოველ ჯერზე დგინდება, რომ ქართული მართლმსაჯულება არის სამართლიანი. აქედან გამომდინარე, ყველას მოუწოდებ დაელოდონ სასამართლო გადაწყვეტილებას და მერე აკეთონ პოლიტიკური კომენტარები ასეთ საქმეებთან დაკავშირებით. არჩევნების საქმეზე ცესკოს მიმართვის საფუძველზე დაწყებული გამოძიება გრძელდება საქალაქო სასამართლოში მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით პროკურატურის შეკითხვებს უპასუხოს საიას თავმჯდომარემ ნონა ქურდოვანიძემ და სამართლიანი არჩევნების წარმომადგენელმა ნატროშულმა. საქმეზე უკვე გამოკითხულები არიან როგორც პოლიტიკოსები, ასევე სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლები. პროკურატურამ გამოძიება 30 ოქტომბერს დაიწყო. ჩვენ დაკვირვების შედეგები, რაც იყო კონკრეტული უბნების მითითები, რა დარღვევები აღმოაჩინეთ, ამ შესახებ ვისაუბრეთ. ძირითადად ალბათ უფრო ამ საკითხებზე იყო კითხვები, ეს არის მრავალჯერადი და სხვის მიცემის, ასე ვთქვათ, სხვის მეშვეობით, სხვის მაგივრად ხმის მიცემის შემთხვევები და პლუს ამორჩეული სავარაუდო მოსყიდის შემთხვევები. ჩვენ თვითონ მივმართეთ პროკურატურას, გამოძიება დაიწყო ხმის ფარულობის დარღვევის საკითხზე და ამ საკითხთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, მივაწოდეთ ყველა ინფორმაცია, რომელიც ჩვენ გვაქვს და იმედია, რომ ეს გამოძიება მართლაც ჩატარდება ობიექტურად და გამოიძიებენ, რატომ დაირღვა ხმის ფარულობა. ჩვენ წარმოვადგინეთ ჩვენი სადამკვირვებლო მისიის მიერ მოგროვებული მტკიცებულებები და საჩივრები, რომელიც დაიწერა როგორც არჩევნების დღეს, ასევე წინასაარჩევნო პერიოდში და არჩევნების შემდგომ და ეს დოკუმენტები, რომელიც 7 ბაინდერად იყო ამ შემთხვევაში შეკრული კატეგორიების მიხედვით, გადავეცით გამოძიებას. მის მიერ ამ კონკრეტული ფაქტი არ ყოფილა წარმოდგენილი, ან რა გავლენა მოახდინა ამ კონკრეტულ პირზე, ძირითადად წარმოდგენილი იქნა დოკუმენტები, ანუ ის საჩივრები, რაც უკვე განიხილა ადმინისტრაციულმა სასამართლომ და სხვა რამე დამატებითი ფაქტი ან დოკუმენტაცია მას გამოძიებისთვის არ წარმოუდგენია. ასევე მას ჩვენ შევეკითხეთ, ქონდა თუ არა ინფორმაცია ამ მომრჩევლის
ყალბი არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით ან ერთი პირის მიერ რამდენჯერმე ხმის მიცემასთან დაკავშირებით, თუმცა ძირითადად მისი ინფორმაცია ეყრდნობა საჯარო წყაროებში და მასმედიაში გაკეთებული ინფორმაციას. რაიმე კონკრეტული ახალი ფაქტი დოკუმენტაცია, რომელიც გამოძიებისთვის არ არის ცნობილი, მას არ წარმოუდგენია. პროკურატურაში ცესკოს მიმართვის საფუძველზე დაწყებულ გამოძიებასთან დაკავშირებით ჟურნალისტებმა კითხვა დაუსვეს პრემიერ-მინისტრს ირაკლი კობახიძის განცხადებით, ცნობილია, რომ დარღვევებთან დაკავშირებით მტკიცებულებები არ არსებობს. ბუნებრივია ეს არის სამართალდამცავი უწყებების საქმე, როდესაც ბრალს აყენებენ კონკრეტული ადამიანები, ამას სჭირდება მტკიცებულების მიტანა. ნახოთ რას მიიტანა. ყველა მიცის, რომ არავითარი მტკიცებულება არ აქვს. თუ სადმე ირღვეოდა საარჩევნო პრინციპები, ეს ირღვეოდა იმით, რომ ხორციელდებოდა უხეში საგარეო ჩარევა ქართულ არჩევნებში. დანარჩენი არის ყველაფერი ცარიელი სპეკულაციები და ამაში დარწმუნდება ყველა, როდესაც ვერავითარ მტკიცებულებას ვერ მიიტანა შესაბამისი ადამიანები არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით. ეს არის კურიერი 6 რეკლამის შემდეგ კვლავ პირდაპირ ეთერში ვართ. 104 წელი გავიდა საბჭოთა ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს პირველი რესპუბლიკის ოკუპაციიდან კოჯორში დილიდან იხსენებენ გმირულად დაღუპულ იუნკრებს. მემორიალთან იმყოფებოდნენ პრემიერ-მინისტრი, პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე, თბილისის მერი და მმართველი გუნდის სხვა წევრები. 1921 წლის 25 თებერვალს წითელმა არმიამ თბილისი დაიკავა და საქართველოს რუსული საბჭოთა იმპერიის ნაწილად იქცა. 5 კვირიანი ბრძოლის მიუხედავად საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ არსებობა შეწყვეტა. საქართველოს დამოუკიდებლობა 1991 წლის 9 აპრილს აღიდგინა. დღეს არის ერთი მხრივ ტრაიგული დღე, ეს არის ჩვენი ქვეყნის ოკუპაციის დღე, მეორე მხრივ ეს დღე გვახსენებს, რა თქმა უნდა, ქართველების გმირობას, თავგანწირულ ბრძოლას დამოუკიდებლობისთვის და ეს დღე უნდა გვახსენებდეს ჩვენ, რა თქმა უნდა, იმას, რომ დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა ეს არის მუდმივი პროცესი, ჩვენ მუდმივად უნდა ვიბრძოდეთ იმისათვის, რომ შევინარჩუნოთ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი, ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა და მაგალითი უნდა ავიღოთ ჩვენი გმირებისგან. ჩვენ პატივს მივაგებთ 104 წლის წინ 1921 წლის თებერვალში საქართველოს დამოუკიდებლობისთვის გმირულად დაღუპულ ადამიანებს, რომლებმაც თავისი კერდით რომლებიც თავის კერდით გადაეფარნენ ჩვენ დამოუკიდებლობას. ამავე დროს ეს დღე გვახსენებს თუ რამდენად რთულ რეგიონში ვართ ჩვენ. გამოწვევები ჩვენი დამოუკიდებლობის მიმართ ყოველთვის იყო. 1921 წელს სამწუხაროდ ჩვენ ვერ შევძელით, რომ ჩვენი დამოუკიდებლობა შევგენარჩუნებინა. მაშინაც ხედავდით ქართველებს, რომლებიც ნაწილი იყვნენ ჩვენი დამოუკიდებლობის ხელყოფისა. მაშინაც იყვნენ ქვეყნები, ჯგუფები უცხოეთიდან, რომლებიც გვპირდებოდნენ მხარდაჭერას, გვერდში დგომას, მაგრამ საქმეზე რომ მიდგა, ჩვენი იუნკერების, ჩვენი ჯარისკაცების დასაცავი გახდა ეს ქვეყანა და სამწუხაროდ ამ დიდ ძალას მაშინ ჩვენი ქვეყანა ვერ გაუმკლავდა. გავიდა წლები და დღესაც ფიქრობთ, რა თქმა უნდა, იმაზე, რომ ჩვენი დამოუკიდებლობა ისეთივე მოსაფრთხილებელია, როგორც მაშინ იყო. 1921 წელს გმირულად დაღუპული იუნკრები დღეს ოპოზიციის წარმომადგენლებმაც გაიხსენეს ნაციონალური მოძრაობის და ძლიერი საქართველოს წევრებმა გვირგვინით შეამკეს მემორიალი, კოჯორში იმყოფებოდა სალომე ზურაბიშვილი. 25 თებერვალი არის ყველა ჩვენთვის ძალიან მძიმე დღე, მაგრამ ამავე დროს ძალიან დიდი იმედის დღე. ეს არის იმისი სიმბოლო, რომ ქართველები არ თმობენ არც დამოუკიდებლობას, არც თავისუფლებას, რაც არ უნდა იყოს რთული პირობები. დღეს ჩვენ პატივს მივაგებთ იუნკრების ხსოვნას, რომლებმაც თავის შესწირეს ჩვენი ქვეყნის თავისუფლებას და მათი თავგანწირვა, მათი თავშეწირვა არის სწორედ რამაც მოიყვანა დღემდე ჩვენი სახელმწიფო და თავისუფლების ბრძოლას ყოველთვის აქ აზრი აცარული და აღმატებული იყოს სტერილი ცხოვნებით. 1921 წლის თებერვალი არის ის პერიოდი, რომელიც არის ერთ-ერთი გმირული ეპოქა გამომდინარე იქიდან, რომ მართლა უშეღავათო ბრძოლაში ჩაერთენ ოკუპანტებთან, მათ შორის იუნკრები, მათ შორის სხვა ადამიანები და სხვათა შორის ძალიან ბევრი იმდროინდელი მთავრობის და პარლამენტის წარმომადგენელი ადგილზე დარჩა და აქ ებრძოდა ოკუპანტს.
Tarixთან დაკავშირებით განცხადებას აქვეყნებს პრეზიდენტი 1921 წლის 25 თებერვალმა მძიმე კვალი დატოვა ქართული ხალხისა და საქართველოს ისტორიაში მტრის დიდი უპირატესობის მიუხედავად ქართულმა მებრძოლებმა მაქსიმუმი გააკეთა საკუთარი სამშობლოს დასაცავად. სწორედ ამ ადამიანების გმირულმა თავდადებამ გადაარჩინა დამოუკიდებელი და თავისუფალი საქართველოს იდეა, რომელმაც მრავალწლოვან ოკუპაციას გაუძლო და საბოლოოდ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენით გამოიხატა. პატევს მივაგებთ საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში დაღუპულ თითოეულ მებრძოლს, რომელთა თავგანწირვა მართლაც ფასდაუდებელია. დღევანდელი დღის ტკივილი მუდამ-უნდა გვახსენებდეს, რამდენად ძვირფასია ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა და რამხელა სიფრთხილე და პასუხისგებლობა გვმართებს თითოეულ ჩვენგანს დიდება და მარადიული ხსოვნა სამშობლოსთვის დაღუპულ გმირებს, წერს მიხეილ ყაველაშვილი. განცხადებას აქვეყნებს საზოგადოება ქართული, ტექსტში წერია, რომ დღეს მიმდინარე საზოგადოებრივი და პოლიტიკური დაპირისპირების მიზეზი 25 თებერვლის კონტექსტში უნდა განიხილოს ყველამ. 25 თებერვალი აღარ უნდა განმეორდეს, წერს საზოგადოება ქართული, სადაც აღნიშნავენ იმასაც, რომ Deep State-თან ბრძოლა საქართველოს ერთ-ერთმა პირველმა დაიწყო და დღეს ეს ომი შტატების ახალი ადმინისტრაციის უპირველესი პოლიტიკური ამოცანაა. ახალ დროში ქართველთა ერთიანობას ხელს უშლიდა და უშლის დასავლური ეგრეთ წოდებული ტრენდული ინტერნაციონალური კოსმოპოლიტური იდეოლოგიების მატარებელი პოლიტიკური კლასისა თუ საზოგადოების ნაწილი, რომელიც ფინანსდება და მართვადია გარედან და უცხოეთის დახმარებით ცდილობს ძალაუფლების ძალადობით ხელში ჩაგდებას. მათი მიზანია ქართველებისგან შექმნას ახალი მსოფლიო მოქალაქე, რომელსაც არ ექნება ეროვნული შინაარსი, ღირებულებებისადმი და ტრადიციებისადმი ერთგულება და ქართული სახელმწიფოს ინტერესების პირველადობის განცდა. ერთი სიტყვით Deep State-ის მიერ გარედან მართული დღევანდელი რადიკალური ოპოზიცია, ეგრეთ წოდებული არასამთავრობო სექტორი, ეგრეთ წოდებული კრიტიკული მედია და მათი მხარდამჭერები, ეგრეთ წოდებული პროდასავლური საზოგადოება თავისი კოსმოპოლიტური დღის წესრიგით ნეოლიბერალური, ვოუკისტური, გენდერული, რადიკალური მემარცხენე თუ მემარჯვენე ანტიეროვნული იდეოლოგიებითა და სიძულვილის ენით არის ქართველთა ერთიანობისთვის მთავარი დაბრკოლება დღეს. 25 თებერვლის მთავარი გაკვეთილი ჩვენი აზრით ისაა, რომ საკმაოდ მტკიცე და შეუპოვრები, ასევე გონიერები და რაციონალურები უნდა ვიყოთ, როცა საქმე ეროვნული ინტერესების დაცვას ეხება. არ უნდა დაგვაუწყდეს, რომ ყველა სახელმწიფოსა და გაერთიანებას თავისი ინტერესი აქვს და იგი არათუ შეიძლება არ ემთხოვდეს ჩვენსას, არამედ იყოს საწინააღმდეგო. ქართულმა სახელმწიფომ უნდა შეძლოს ამ გარე ინტერესების სწორად მართვა და უცხო გავლენების მქონე ყველა სუბიექტის საქმიანობიდან მომდინარე საფრთხეების ნეიტრალიზება. ამერიკული ფარას კანონი თუ სხვა ახალი საკანონმდებლო ცვლილებები სერიოზულ ბერკეტებს შექმნის ამ მიმართულებით. ნეოლიბერალური ინტერნაციონალის Deep State-თან ბრძოლა საქართველოს ერთ-ერთმა პირველმა დაიწყო. დღეს ეს ომი ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციის უპირველესი პოლიტიკური ამოცანა, რომლისთვისაც ასევე პატრიოტიზმი აქვს გზა კოსმოპოლიტიზმისკენ და არა პირიქით. 25 თებერვალი არ უნდა განმეორდეს ერთიანობითა და გარედან თავმოხვეული კოსმოპოლიტური იდეოლოგიების მხილებითა და მათი მატარებელი სუბიექტების პოლიტიკური არენიდან ჩამოცილებით. უნდა შევძლოთ ქართული სახელმწიფოს გაძლიერება და მისი სულის ეროვნული იდეოლოგიით გაჯერება. საბჭოთა ოკუპაციის დღეს თბილისში რამდენიმე მსვლელობა იმართება. ორგანიზატორებმა აქციები 6 ადგილიდან დაანონსეს, საბოლოო წერტილი კი გმირთა მოედანია. ამ წუთებში მსვლელობები იწყება ვაკის პარკიდან, ამაღლების ქუჩიდან,ავლაბის მეტრო და მარჯანიშვილის და სადგურის მოედნებიდან. აქციის მონაწილეები სოლიდარობას უცხადებენ აქციებზე დაკავებულებს და ითხოვენ ახალ არჩევნებს. ამ რეჟიმის შეცვლა დემოკრატიულად არის აუცილებელი პირობა, რომ ჩვენ გადავარჩინოთ სახელმწიფოებრიობა და დავიცვათ ჩვენი მოქალაქეები იგივე მტრისგან, ვინც 1921 წელს უზარმაზარი ტრაგედია დაგმართა. საპროტესტო აქციების მოთხოვნებს უსაფუძვლოს უწოდებენ ქართულ ოცნებაში. სახელმწიფო პარტია შეითქვა, რომ დემონსტრაციები უშედეგოა. პროტესტის გამოხატვა რჩება და არის კანონის ფარგლებში, რა თქმა უნდა, მათ ყველგან ნებისმიერ ადგილას, სადაც ეს კანონით არის დაშვებული, შეუძლიათ თამამად ნებისმიერ დროს გამოხატონ თავისი პროტესტი. იმ კონტექსტში, იმ შინაარსაც, რასაც აპროტესტებენ, ჩვენთვის ეს არის ერთგვარი წყლის ნახვა, ასე ვთქვათ და ზედმეტი ხმაურის გამოწვევა, აქცენტირება იმაზე, რაც რეალურად საქართველოში არ არის და ეს განსაკუთრებით ბოლო 3 წელი ამაზე აქვს აქცენტი, ეს რუსეთუმეობაზე, ასე ვთქვათ, აქცენტი და ამ 3 წლის ისტორიამ ძალიან კარგად დაანახა საზოგადოებას, რომ რეალურად ერთადერთი, რასაც საქართველოს ხელისუფლება აკეთებდა, სავსებით სამართლიანად, სავსებით სწორად, რაც უკვე დღეს შეგვიძლია თამამად ვთქვათ, არის ის, რომ ქვეყანა გადაერჩინა იმ ომისგან, რომლის წინაშე იდგა საზოგადოება.
უკრაინაში ომისგან მიყენებული ზარალის ოდენობა 524 მილიარდ დოლარს აღწევს, რაც ქვეყანაში 3 წლის განმავლობაში მიღებულ მთლიანი შიდა პროდუქტის ჯამის მოცულობას უტოლდება. მსოფლიო ბანკმა გაერომ, ევროკომისიამ და უკრაინის მთავრობამ ერთობლივი შეფასება გამოაქვეყნეს. დოკუმენტი ასახავს თუ რა რესურსები დასჭირდება უკრაინის აღდგენას და ახლა 2024 წლის 21 დეკემბრის მონაცემებით 524 მილიარდ დოლარს შეადგენს, რაც გასული წლის მონაცემზე 7%-ით მეტია. რა შედეგები დასრულდა საფრანგეთის და შტატების პრეზიდენტების შეხვედრა თეთრ სახლში. მაკრონმა და ტრამპმა დახურულ კარს მიღმა შეხვედრის შემდეგ მედიასთან ისაუბრეს. ოვალურ კაბინეტში გამართული დისკუსიისას საფრანგეთის პრეზიდენტმა ამერიკელ კოლეგას სიტყვა შეეწყვეტინა. მაკრონის რეაქცია ტრამპის განცხადებას მოყვა იმის შესახებ, რომ ევროპა უკრაინისთვის მიცემულ ფულს უკან იბრუნებს. ტრამპმა ჟურნალისტებს უთხრა ისიც, რომ უკრაინის პრეზიდენტს წიაღისეულის შეთანხმების ხელმოსაწერად მიმდინარე ან მომდევნო კვირაში თეთრ სახლში ელოდება. ევროპა უკრაინას ფულს ესხათ აძლევს და ისინი საკუთარ ფულს უკან იბრუნებენ. არა, გულწრფელად რო ვთქვა, ჩვენ თლიანი თანხის 60% გადავიხადეთ და ეს სესხები, გრანტები, გარანტიები და ჩვენ ნამდვილი ფული გავეცით. კაფიოდ რო ვთქვა, ევროპაში გვაქვს 230 მილიარდი გაყინული რუსული აქტივი, მაგრამ ეს არ არის ჩვენი საკუთრება. ამის გამო ეს თანხა გაყინულია. თუ საბოლოოდ მოლაპარაკებების შედეგად რუსეთი მზად იქნება ამის გადმოსაცემად, ეს შესანიშნავი იქნება, რადგან ეს საბოლოო ჯამში სესხად ჩაითვლება და რუსეთი ამას გადაიხდის. თუ ამის გჯერა ეს ჩემთვის კარგია. მშვიდობის აღდგენის დროა და ვფიქრობ ჩვენ ამას გავაკეთებ. დღევანდელი შეხვედრის მიზანი კიდევ ერთი ბრძოლის დასრულებაა, რომლის მსგავსიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ გვინახავს. მშვიდობის აღდგენის დროა და ვფიქრობ ჩვენ ამას გავაკეთებ. ჩვენ შესანიშნავი დისკუსია გვქონდა, მათ შორის რუსეთთანაც. ასეთი იყო კურიერი 6-ზე დღის ყველა ამბავი ცლად შეგიძლიათ ნახოთ რუსთავი ორიჯი ზემა ხვალამდე გემშვიდობებით.